საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული გრძელდება. დამსაქმებლებს შორის არის ტელეკომპანია იმედიც. მიზანი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ღონისძიებაში 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს. დასაქმების კვირეული 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფაკულტეტების მიხედვით დავიწყეთ შეხვედრა დასაქმებლებთან. ფაქტობრივად ეს არის ის უნიკალური პლატფორმა და უნიკალური საშუალება, რასაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს სტუდენტებსა და დასაქმებლებს შორის სერიოზული ხიდი გავა. ეს არის როგორც კერძო სექტორი, არის ბიზნესი, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები. დასაქმების ბაზარს ეძლევა შესაძლებლობა, რომ უმაღლესი კვალიფიკაციის, კარგად მომზადებული ახალი კადრი მიიღონ, შესთავაზონ, მათ კონკრეტული შეთავაზებები გაუკეთონ და დააკომპლექტონ, გააძლიერონ საკუთარი ადამიანური რესურსი. მეორე მხრივ, უნივერსიტეტი აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას და აი ამ ინტელექტუალურ რესურსით ამარაგებს საქართველოს შრომის ბაზარს. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მოგცემ შესაძლებლობას, რომ ჩვენს გუნდში მივიღოთ ახალი ადამიანები. ან მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ გაიარონ სტაჟირება, სწავლება და აიღონ ჩვენგან გამოცდილება.